მაშასე ვინ არიან ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი რუსეთის საიმპერატორო არმიის წევრები? 1917 წელს, როგორც 1918 წელს მიდიოდა აქ, მათ შორის ლატვიაში მიდიოდა მსოფლიო ომი და ევროპის დიდ ნაწილში. ლატვიის ძალიან დიდი ნაწილი, ძირითადი ნაწილი ოკუპირებული ჰქონდა გერმანიას, რიგა კონკრეტულად ოკუპირებული ჰქონდა გერმანიას, მაგრამ უკვე 1917 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთში მოხდა პირველი რევოლუცია და იმპერატორი გადადგა, რიგაში გერმანიის ოკუპაციის პირობებში შეიკრიბა სრულიად ლატვიის ყრილობა და გამოაცხადა მოთხოვნა, დააფიქსირა თავისი მოთხოვნა ლატვიის დამოუკიდებლობის შესახებ. სანამ მიდიოდა მოლაპარაკება გერმანელებთან, სანამ მიდიოდა მოლაპარაკება რუსეთთან, რუსეთის მენშევიკურ მთავრობასთან. რა პირობები და როდის უნდა გამოეცხადებინათ კონკრეტულად ლატვიელებს დამოუკიდებლობა, მათ პარალელურად დაიწყეს ზრუნვა საკუთარი შეიარაღებული ფორმირებების შექმნაზე და ჩამოაყალიბეს შეიარაღებული რაზმები. რაზმები, რომელთაც შემდეგ რეალურად მოუწიათ ლატვიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. განსაკუთრებით აქტიური ბრძოლა მიდიოდა 1919 წელს, როდესაც ერთ ფრონტზე ებრძოდნენ გერმანელებს და მეორე ფრონტზე ებრძოდნენ რუსებს. ოღონდ რუსეთის ეგრეთ წოდებულ მენშევიკურ თეთრ არმიას, რომელიც საკუთარ თავს დიახაც სწორედ საიმპერატორო არმიას უწოდებდა. საბოლოოდ ლატვიელებმა მოიპოვეს გამარჯვება, დააარსეს საკუთარი დამოუკიდებლობა, დააარსეს საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელმაც იარსება 22 წელს და დე-ფაქტო გაუქმდა მხოლოდ მაშინ, როდესაც უკვე მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინი შემოიჭრა ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში. რატომ მოვყევი ახლა მთელი ეს ისტორია გეოგრაფიით? იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ პუტინმა გააკეთა ერთი ძალიან საყურადღებო განცხადება, რომ რუსეთი თურმე არის ყველგან, სადაც კი ოდესმე რუსი ჯარისკაცს დაუდგამს ფეხი. Одесме. Ну, знаете, у нас есть такое старинное правило. Там, где ступает нога русского солдата, то наш. Тамаინც, საიდან გაჩნდა ეს საფლავი? Როგორც გითხარით, ამ ქალაქში ამის შესახებ არავინ არაფერი არ იცის, მაგრამ ინფორმაცია ვიპოვნე რუსულ პროპაგანდისტულ საიტებზე. როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე წლის წინ აქედან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ტყეში აღმოაჩინეს 4 რუსი ჯარისკაცის საფლავი. და აქაურმა ადგილობრივმა ლატვიურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ოღონდ რუსების დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ ეს მშვენიერი პროპაგანდისტული საბაბია იმისთვის, რომ აქ центральურ სასაფლაოზე, центральურ შესასვლელში დაარსეს мемориал. На территории Латвии находятся многочисленные захоронения русских воинов. В частности, здесь, в Саукрастах, на кладбище Петерупа, есть небольшая братская могила, в которой похоронены воины русской армии.